მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებელო, ჩვენ დღეს ეთერში ვართ, პარასკევია და სპეციალურ ეთერს მე კახახურცე წავიყვან და ჩემი სტუმარი იქნება ბატონი პატა აბულაძე. მუსიკა. ბატონო პატა, მოდი ჩვენ გადაცემა გავხსნათ ახლა იმით, რომ ბატონ გულბათ ცხილაძეს გარდაეცვალა მამა, რომელიც მამამაც კი ვერ, ანუ საუბარიც კი ვერ შეძლეს ისეთი მამაშვილმა და წავიდა ამ ქვეყნიდან და უსამძიმრეთ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, უსამძიმრეთ ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს, რომელიც დღეს უკანონო სინდისის პატიმარია, პირდაპირ გეგმონდებით, მსხვერპლია ამერიკა საქართველოს ურთიერთობის, პირდაპირ მსხვერპლია, აქ არაფერი აღარ არის მეტი. ხო და ამიტომ ისე გარდაეცვალა მამამისმა, რომ არც კი იცოდა ეს ამატყობობდა ეს კაცი ლოგინათ იყო, გულბათი უვლიდა რა, ნახე რა კაი პიროვნება რა, რომ აი ამატყობ მამას უვლიდა, ლოგინათ იყო ჩავარდნილი. ხო და აი ესე უსამძიმრებ კიდევ ერთხელ გულბათს და ყველა მის ახლობლებს მამამისის გარდაცვალებაზე. კარგი, გადავიდრნო, რა თქმა უნდა, სამწუხარო ამბავია და მე მალე უსურვებ ბატონ გულბათს, რომ დატოვოს საპატიმრო და გამოვიდეს და თავის საქმიანობას, როგორც იყო ჩამდგარი იმ კალაპოტში ჩადგეს. ბატონო პატა, ჩვენ წეხან კადრები გავიდა ჩვენი ეთერიდან, რომ მარია ზახაროვასთან ჰქონდა ჩვენ ჟურნალისტს ნუკა არველაძეს ჩართვა ისე. და აი ამის შესახებ რას ვიტყვით? რა იყო ისეთი და რა კითხვები დაუსვა? ნუკამ დაუსვა უყურე ყველასგან განსხვავებით მარია ზახაროვამ ხაზგასმით სითბოდა პოზიცია გამოხატა რუსეთის ფედერაციის იმის მერე რაც რობიომ თავზე გადაასვარა ჯერ ხელისუფლებას, ამას ესე ქვია. და მერე თელ საქართველოს. იმის მერე გამოვიდა მარია ზახაროვა და ძალიან ესე იგი სტრატეგიულად სწორი აქცენტები გააკეთა კიდევ ერთხელ. მაგრამ მარია ზახაროვას შემდეგ მოყვა ჩინეთის ელჩის განცხადება. აი რომეულები ხელისუფლებას თქვენ თუ დაბრუნდებით ტრადიციულ სამყაროში, გაეშვებით ამ ეპშტეინიზმს მართალია მანდ გაიზარდეთ, გავიგე, მაგრამ ნუ ჩავყვებით კუბოში ამ იმ იდეოლოგიას, რომელიც უკვე დამსხვრეულია და გადასულია უკვე აშკარა ძალადობაზე, ცხელომში არიან გადასულები, ალბათ შევეხებით მაგასაც. ხო და ამიტომ ტრადიციულ სამყაროს ნომერ პირველმა ქვეყნებმა ჩინეთმა და საქართველო, თუ ღმერთმა ქნას, ხო, რუსეთმა, ეგრევე მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა იყო არა იმდენად ჩვენთვის, არა რამდენადაც ჩვენი მტრების, ეპშტეინელებისკენ განცხადება გაკეთებული. ჩვენ მათ არ დაგაჩაგრინებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო სიგნალი, მე იმიტომაც აი თუ დაუკვირდით, რომ ჩვენ გადაცემაში ისე ვლაპარაკობ თქვენ გადაცემაში რომ სტუმარები იყო და ამიტომ როცა ჩვენ ვამბობდი რომ თუ ეს ხელისუფლება დაიწყებს ტრადიციულ სამყაროში დაბრუნებას, ეს არის ბელარუსია, ჩინეთი, ირანი, აზერბაიჯანი, გაგიკვირდება სასომხეთი, რუსეთი და ასე შემდეგ, ბრიქსის ქვეყნების ეს გასაგებენაზე რო იყოს, მართალია ბრიქსამდე ბევრი უკლია აზერბაიჯანს და ერევანს, მაგრამ მაინც როგორც არის. ხო, ინდოეთი და ეს ტრადიციულ სამყაროსკენ მოტრიალდება, დამიჯერეთ ხალხო ამ ქვეყანას, თმის ღერს ვერ ჩამოუგდებს, ეს ერთი. მეორეც უსაფრთხოების ქოლგა გარანტირებული. არავის დედამიწის ძულზე ისეთი უსაფრთხოების ქოლგა არ აქვს როგორც ჩვენ. ამას პროსტო ოცნებობენ თქვენ გესმით ქვეყნებით გარეთ საუდის არაბეთი მთელი სპარსეთის ყურის მეფეები, პრინცები, რავი ეს სოდომიტები არ მეშლება, იმიტომ რომ ეპშტეინის კუნძულზე იყვნენ ეგენიც. სხვათა შორის ბატონო პატა, მინდა დავამთავრებ მაგას, რომ დაეწყნენ, სად ჩავიდნენ კრემლში. უყურეთ პუტინისა და პრინცის საუბარი, სიუჟეტი რო იყო. რამხელა
პატივით და იმებით ელაპარაკებოდნენ. ამიტომ უყურეთ რატომ მე ხელისუფლებას ვეუბნები. ჩემთან კაჩაობას გაენებით თავი კაცო. მე რაც ავთქვი, მე ვასრულებ. დაიწყეთ კაისვლები, რამე სიტყვა ვთქვი ცუდი. საერთოდ რამე ხმა მოიღე, ნეტა ესე გაგრძელდეს და ფინალში გახვიდეთ, ესე. კახა, საერთოდ აქაც შევწყვიტავ სიარულს. აქ შეიძლება მოვიდე ანეკდოტები მოხდა. ხალხს რატომ გონია რომ მარტო გიჟევ. არა კაცო, კაი იუმორიც მაქვს და კაი ანეკდოტებიც ვიცი სხვათა შორის, კაცო. მაგრამ ამიტომ მაგ ვაკვირდები, კარგად მიდიან, თუ. კი, მართლა კარგად მიდიან, კარგად ეს იმის მერე კიდე ერთხელ ვამბობ. აბა რუბიოს არ გადაესვა რა მათზე. აბა რუბიოს ფეხებში არ გამოეცალა, ცელი არ გამოესვა. წავიდოდნენ იქით. მაგრამ არ ვაქცევ მაგას ყურადღებას, ჯანდაბას ქვეყანა სასწორზე უფრო დიდი რამე მიდგას. ამიტომ ხმას არ ვიღებ. ამიტომ თვითონაც მიხვდნენ რომ ის წყობა, ის იდეოლოგია, რაც არის ეპშტეინიზმი და რაღაცა ის ევროკავშირებიო, რაღაცა სიგიჟეები, რომ მიხვდნენ რომ უკვე თვითონ შეეხნენ სიტუაციას. მოადგა, ხო გავამბობდი რომ მოვა ეს რობელი, ვერაფრით ვერ გადაფარავთ. ვერც დაჭერებით, ვერც რაღაცა გაიაფებებით, ვერც უნივერსიტეტების რაღაცა სიგიჟებით, ვერც ჯარიმებით, ამით ვერ გადაფარავთ. ეს ახალი ეპოქა მოდის, ის უკვე მოვიდა, აქ არის, აქ. ამიტომ მანდაც მიხვდნენ ეს ყველაფერი და სასწორზე დადგა სხვა რამე. მაგრამ აქ ერთ რამე მინდა კიდე ხაზი გაუსვა. აბა თუ დაუკვირდი, ახლა ბატონო, გამოვიდა პრემიერი. ძალიან საოცარი რაღაცა იყო რა. მოწმენდილ ცაზე დაიწყო ბატონი ბიზნეს ხსენება ხშირად. ხო, ქება იქიდან მე თელი, მაგრამ ნუ ეწყდება ხა პრემიერს, ეგ არის ლიბერალური მხარე რა, მაგის კამანდა არის, სულთან ლიბერალური მხარე, არ არიან ტრადიციული სამყაროს წევრები. ცდილობენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ვამბობ ამას დამაკნინებელ ფორმაში, რომ სწორედ მიხვდნენ. მათ არ ქონდათ შეხება ტრადიციულ სამყაროსთან და ამიტომ ეგონათ რომ ეს სამყარო რომელშიც თვითონ გაიზარდნენ ეგონათ რომ ეს იყო მარადიული და ვერ წარმოედგინათ რომ იმის გარდა კიდე არის სხვა სამყარო ტრადიციული რელიგიური ბატონო პატა ერთი რამე მინდა აღვნიშნო და მაყურებელს ეს ინფორმაცია მართლა მივაწოდოთ რასაც მე აღვნიშნავ ახლა ერთ-ერთი ტელევიზია TV+-ი რომელიც ორი ჟურნალისტი ყავს პატა აბულაძე და ნუკა არეშიძე, რომელიც არველაძე ბოდიში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში კითხვებს სვამს და პასუხებს ვიღებთ. უფრო მეც გეტყვი, კაცო. ერთადერთი ტელევიზია ეს. უფრო მეც გეტყვი. აგერ იქით კვირაში, ალბათ ეხლა დავლაგდებით როგორც წესდარიგია და პესკოვსაც დავუსვათ. ანუ პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პრესამსახურის უფროსთან მექნება კომუნიკაცია საჯარო როგორც მარია ზახაროვასთან და ეხლა რო ჩამოვალ იქიდან შვილი მინდა მოვინახულო დონბასში და რო ჩამოვალ ეგ აბათ პროცესს დავიწყებთ რა ამიტომ ეს სურპრიზი კი იცოდით თქვენ მაყურებლებმაც რო იცოდნენ ასევე თავდაცვის სამინისტროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გვაქვს მოლაპარაკებები და აბათ ჩვენ იქაც აკრედიტაციას მივიღებთ მაგრამ გავაგრძელო მინდა ისევ ყობახიძის თემა რაღაცა როგორი რაღაცა დავიჭირე იცი აი რო უსმენდი ისეთი პაკამანდუ რა თითქოს პაკამანდუა ესე რო დაიწყეს ამ ლიბერალურმა მხარემ ბიძინა კაი ის აბა ბიძინა აი ჩვენი ბიძინას აი საყვარელი ბიძინა დედა რა კაი ბიძინა ხო ბიჭო ესე უყურებდი რა და რავი მაგ პრობლემა არ იდგა ქვეყანაში რატო წამოიწყეს ბიჭო რა ასე მგონია რომ ჩვენ გასაგონად კი არ იყო ეს გაკეთებული უფრო გარეთ იყო სიგნალები გასული ნუ ორ მაგათ შეგვიძლია შევხედოთ როგორ იცი რომ მე არაფერ შუაში არა ვარ ეს წვიტავს ყველაფერს ხვდები საპატიოზე ეს არის ეხლა ესა და კაროჩე ეს წვიტავს ანუ მინიშნება გააკეთეს ხო ნუ გარე მოხმარებისთვის იყო უფრო მე მგონი აი რომელი მხარისთვის ხომ შეიძლება ამერიკული მხარისთვის ნუ მე ვიტყვი და თვითონ მიხვდებო ესე ხო არა ხო იმიტომ რომ არა რატო იცი ამერიკელებს უთხრეს უკვე თქვენ
იმიტომ რაც მაგათმა გააკეთეს აკადრეს ამ ქვეყანას და საერთოდ რასაც კადრებენ ამ ქვეყანას ხო მე მგონი ეს აი არ ვიცი რა რომელი მხარე მაგრამ ეს რო იყო გარემოხმარებისთვის გაკეთებული ამას ხალი არ გაუვა რა რომ ესე კოლექტიურად დაიწყეს ლიბერალურმა ფლანგმა კიდევ ერთხელ რომ დამაკნინებენ ფორმაში არ ვამბობ ესე გაიზარდნენ ბიჭები უნდათ ახლა დაბრუნდნენ ქართულ ცივილიზაციაში ნუ რამდენად გამოვათ არ ვიცი მაგრამ მაშინ ბევრ რამეს უნდა გადააბიჯონ ის გულნატკენი ხალხზე კი არ უნდა გააგრძელონ გაბუტყვა დაძახება უნდა მოხდეს დალაპარაკება ეს არიან გინდა არ გინდა მათი სიტუაციური მოკავშირეები არიან ხდები რაც იყო გუშინ წინ კაი ჩაიარა იმა კაცო ახალი ეპოქა იწყება და ამიტომ გვინდა არ გვინდა ჩვენ აი ეს ხალხი მოსაძებნია გვერდზე დასაყრანებელია და აბა სხვანაირად არ გამოვა სხვანაირად ისევ ჩიხში შეხვალ სხვანაირად მაინც მოხდები კონფლიქტში მოდიხარ საპატრიარქოსთან ადრე თუ გვიან უფრო ადრე მაინც მოხვალ კონფლიქტში საპატრიარქოსთან ანუ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიხია უკან და ამას დახევა არ ქვია უკან ამას დახევა არ ქვია ეს სწორი სიტყვები უნდა შევარჩიოთ ამათმა შეხედეს რომ ის წყობა ის იდეოლოგია რაც იყო ევროკავშირი там ჟენევის კონვენციები რაღაცა სლავა უკრაიშიკები და მოკლედ რუბიომ თქვა და აშენდა მისი ოჯახი აი ეს ეპოქა რო დამთავრდა ჩვენ რო ვეუბნებოდით გიშ გვეძახოდნენ გავიგე მაგრამ იმასაც ვეუბნებოდით რომ მაინც ესე იქნება როგორც მე ვამბობ სხვანაირად არ იქნება როგორც არეშიძე ლაპარაკობდა გოგა ხაინდრავა ისე კი არ იქნება როგორც მე ვამბობ ისე იქნება აი ამდენს ვაძლევ ჩემ თავს დავხედობას რომ პირდაპირ ეგრე თქვა რა მაინც ისე იქნება როგორც მე ვამბობ აი როგორც გინდა გაიგო კაცო და ზუსტად ისე ხდება როგორც მე ვამბობდი თარხანმოურავი რას ამბობს გაჩერდი კაცო დედა ეს იძახის ამერიკა მოგვიგო დედა ბიჭო ეს ადგამახსენე ბიჭო თარხანმოუ დედა ეს რა იყო ბიჭო ასე ხო ვიჯიქი კაცო მე დაუძახე მეუღლეს. ბიჭო, თამუნა მეთქი მოდი აგერ მეუთხარი. ბიჭო, შეიძლება ახლა მე რაღაცა ნერვიულობ იქ შვილი რაღაცა მატყუებს, შეიძლება დაჭრილია და არ მეუნება და შეიძლება ყურებში ცოტა რავი არ მესმის. ბიჭო, შეცეხლა ის გესმის, რასაც მე ვისმენ მეთქი. აბა ჩართეო და ამერიკა მოგვერასო. საქართველო ამერიკული არისო, კაცო. აბა ეს თქვა. ამერიკა სასოფლეთი წაართვა უკვე და კავკასიდან ფეხი ამოაძირკვინაო. ესე მიყვარდა მე მგონი რაც შეგესვით ისმის მის მეცო. ესეც სისულელებს საერთოდ. მე გეტყვი ახლა შენ მანდ რა არის? ბიჭო, ნუქსხით ახლა უყურე. ეს კაცი არის ყოველთვის როგორ? აი ახლა რო გადაუხადოს სხვა მხარემ ფული. კი არ შეერცხვება კაცო. ის იტყვის რომ თქვენ ხალხო მე ვერ გამიგეთ. აი გაუშვეთ ახლა ირანის მხარემ გადაუხადა ფული. ქართულმა საზოგადოებამ მე ვერ გამიგო. უცოდ ამის მეტი რა იციან კაცო ისე არიან გაწაფულები კაცო. მე როცა ვამბობდი რომ ირანმა წააგო მე მხედველობაში მაქვს რომ მსხვერპლზე ამერიკელებს უფრო ნაკლები მსხვერპლია გვიდრე და ეს მქონდა ხედვა უცბად შეგიტრიალებს კაცო კი არ მოერიდება და რამე კი არ შეერცხვება კაცო ამერიკული რო ვთქვიო საქართველო არისო მე ის კი არ მქონდა ხედველობაში რომ საქართველოს ამერიკა არა კაცო საქართველოში უფრო მეტი მაისურით დადიან ამერიკული NBA-ის მაიკებით, იმებით, მაისურებით, ბოტასებით, მოგიგონებს რაღაცა სიგიჟეს, კაცო. თავარია ვინ გადაუხდის. როგორ ბიჭო ძალიან მე სულ მიკვირდა ხოლმე, ხანდახან არის რომ ისეთ რაღაცებს, ისტორიულ ფაქტებს მოიყვანს რაღაცებს და ამით რო გრაშვება, იცი? იმ ტრადიციული მოსახლეობის დაჭერა უნდა. კარგად გესმის ყურში იქ რაღაცებს ახსნის მეფეებზე რა თვითონაც ხო ის ვიღაცის შვილი და ვიღაცის ბაგრატიონ ნიდაძელანი კაცო რას ლაპარაკო შოთა რუსთაველიც იყო მე მგონი ერთ პერიოდი კი გვერდზე ეძა შოთასა კი კაცო აგენ ნესტანი ხო იჯდა კაცო აგენ ეჯდა ესა შოთას და ესე უნდა ტექსტი შეაცვლებინა იქ შოთა სხვანაირად უნდა მოკლედ როგორც არის რა სიგიჟეებში აი ამ სიგიჟეებში ეს თქო მაგის რატომ ესმის იცი ბიჭო მაგი არასდროს არ მოხდება პარლამენტში
მაგი არასდროს არ მოხდება მთავრობაში. ბიჭო, რამე ხარ, როდემდე იყოს ესე, ხო? აკეთებს ფულს და არის ახლა მაგის მისიაც ეს არის. მაგის გამონათქომა რამე ქვეყანაში ან ამე წონა აქვს, ან ვინმე უთრა ყოჩა, თუ არაფერი რა. დაცინა ხალხმა და ეგ იყო. მეტი არაფერი, იმიტომ მეკვირდა ხოლმე კაცო. მაგის აქციაზე რო ერთხელ გავიარე კაცო. ბიჭო, დავთვალე. 15-20 კაცი. ბიჭო, სულ ყველა პენსიონერი. მართლა გეუბნება, პენსიონერები კი ვიზე მიყვარს ხოლმე. ისე მიყვარს ეგ ხალხი, რო შეიკრიბე ხოლმე. დაბინახავი ხოლმე, დამემამეფერებია და მაგრამ აბა ეხა ესე ვთქვათ ზალა მაგას არ ადგა არასდროს არ ყოლია და არც ეყოლება კაცო. არც ყოლია და არც ეყოლება. ხო, ნახა, რაღაცა სიგიჟეებს ლაპარაკობს ახლა, მაგრამ იუმორში ვატარებ ყოველთვის. ეგეთ რაღაცებს. რა შალვა ნათელაშვილი და დახვეწილი შალვა ნათელაშვილია. აი, დახვეწილი შალვა ნათელაშვილი. ფულს აკეთებს ეს კაცი რა კეთებს. შენ ის ჯარიმები რო დააწევინა, ხო იცი ხელისუფლება. გამოვარდა ობიექტივი და აგერო კაცო. აი თუ არ ვაიძულეთო. მაგ ჯარიმების დაწევა ობიექტივი ჩვენი დამსახურება. აგე თუ არა აქ ბრძოლასო აზრიო. ხო დავახევინეთ უკანო. რატომ იტანეს კითხვა ხა? სად თალხა რაღაცოს თალხან მოურავები. მაგენი არიან თავის რაღაცას. ხო, რაღაცა სტიქიაში არიან რა. ხო, რაღაცა თავის ბატონო პატა, ჩვენ მართლა რატომ მოვიტანეთ ეგ თემა? კაი, ხუმრობა კიდოდა ახლა. ხო, შეიძლება ვიხუმრეთ კიდევაც და კარგია. კაი. სასომხეთში მაგალითად შუჩი ჩატარდა არჩევნები და პაშინიანმა დაახლოებით 500-დან 700 ადამიანამდე დაიჭირა. ნახევარი მოსახლეობა დაიჭირა, რომ არჩევნები მოეგო, მაგრამ ამას რა ქონდა ამის მიზეზი? ანუ საშიშროება ხედავდა ამით? არა, ახლა მაგას კი არა. ახლა აქეთ შემოგიტრიელებ კითხვას. ეგეთი არჩევნები ჩვენ რო ჩაგვეტარებინათ. ეგ არჩევნები ევროკავშირმა ამერიკელებმა ესე იგი სუპერ ჩაატარაო. სუპერ არჩევნები იყო, ხო შეაქო? ახლა გეკითხები. ეგეთი არჩევნები ჩვენ რო ჩაგვეტარებინა. შენ გესმის იქ რა მოხდებოდა? აი შენ როგორ ფიქრობ? რა შეფასებას მისცემდნენ ეფშტეინური საზოგადოება? აი ზუსტად აი დაგხვიტავდნენ. ჯვარს გვაცვავდნენ. აი ეს ხო დაინახა პრემიერმაც კაცო. თუმცა ეჭვი არასდროს არ ეპარებოდა, მაგრამ მაინც ძნელი იყო მისთვის მესმის რა, რომ აი ამ გამის გადალახვა ძნელია, აი აქ არის ძალიან ძნელი რა. ამიტომ კახაბატონო მე ახლა ალბათ მეკლება კითხვა უნდა მაგრამ აი ფიქრობ ზახაროვას ახლა მომავალ კვირას და მაგით და კითხვა დავსვა მეთქე. უყურე რა შეასაქმე. სასომხეთს თქვენ მაინც იღებთ სასომხეთს. მე უფრო უმეტს გეტყვით. უკრაინაში მესამე არჩევნები გამოიგონეს. აი ეს იუშენკო რომ მოიყვანეს ხელისუფლებაში. კონსტიტუციაში არ წერია არის პირველი ტური და მეორე ტური. ამათმა პირველ ტურში წააგო იუშენკო, მეორე ტურში წააგო იუშენკო პოროშენკოსთან. ტიპებმა მესამე ტური მოიგონეს. ვაფშე არსად რო არ წერია. აი საერთოდ კონსტიტუციაში არც ერთ ქვეყნის იმაში არ წერია, კაცო რომ ანუ იმის თქმა მინდა რომ სანამ თავის კაცი არ გაიყვანეს, ის არჩევნები არ არის. როცა აქ თუნდაც ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენი სამყაროს წევრები მეუბნებია არჩევნებზე, რომ ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ხელისუფლებას, არავინ არ ცნობს. ესე მე ვეკითხები, რომელი სამყარო არ ცნობს? ევროპის? რომელი არ ცნობს, მითხარით კაცო? ტრადიციული სამყარო თუ სოდომიტური სამყარო არ ცნობს? როგორც მე ვიცი, სოდომიტური სამყარო არ ცნობს, მაგრამ კარგად ცნობენ უკვე. მაშინ უყურე როგორ არის ესე ისინი რო არ ცნობენ, ესე იგი სწორი არჩევნები ჩატარდა. ანუ ხალხისთვის მისაღები არჩევნები ჩატარდა, კაცო. რაღან ისინი არ ცნობენ. და მაგალითი მოგიყვანეთ, ჯერ მარტო აგე რა დღის სასომხეთში ჩატარებული არჩევნები, ეს კომედია იყო. და რა ამერე? ლეგიტიმაცია არ მისცეს ამ პაშინიანს თუ რა და შენ არ მოგცემენ თუ შენ
ტრადიციულ სამყაროს მიეკუთვნები ნებისმიერი შენი არჩევნები. ნებისმიერი თუ კიდე აი ყველაზე გამჭვირვალე რომ იყოს. ის იქნება არალეგიტიმური. ანუ აქ არჩევნებზე კი არა ლაპარაკი. რამდენად ჯდება შენი ფიგურა პოლიტიკურად იმ სამყაროსთან, რასაც ქვია ტრანსგენდერიზმი, ბავშვების ჭამა, სექსუალური კავშირები ბავშვებთან, სუბთა სატანიზმთან. თუ იმათ აწყობს შენ ჯდები მათ პოლიტიკაში, რას ლაპარაკობ? 700 დაიჭირაო? 700-იმე რო დაეხვრი და მაინც მართალი იქნებოდა პაშინიანი. ამიტომ ჩვენებს როცა მე არ გეუბნები რუსთაველზე მობოდიალე სოდომიტებზე. როცა ვიღაცა ამბობს არასოდომიტი, რომ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს, შენ ავტომატურად იქით მხარეს დგები, სოდომიტების მხარეს, რატო? გეტყვი. ისინი არ ცნობენ, ის სამყარო არ ცნობს, კაცო. ის სამყარო დღემდე არ ცნობს ლუკაშენკოს იმას არჩევნებს. და რა არ არის ლუკაშენკო პრეზიდენტი? როგორ არ არის? ამიტომ ხანდახან მე მოუწოდებ, რომ მე ხრატო გადავედი მაგით, რომ ჩვენც ვისწავლოთ, ჩვენც გავიზარდოთ. რაც ქვია არალეგიტიმურია. 1,20,000 რაღაცა 1000-მა მისცა ხალხმა ხმა. მოატყუა, მოტყუებით კი, ოცნებამ მოატყუა. ბევრი რამე მოატყუა არჩევნებში. წინაპირობა არც ერთი არ შეასრულა, არც ერთი, 0. პირიქით, რაც შეპირდა, იმის საწინააღმდეგო გააკეთა ყველაფერი. ამიტომ ეს იმიტომ რომ ვიღაცამ არ დამაბრალოს რა რაღაცა. ძალიან გადამგდები კამანდა, აი ძალიან სუპერ გადამგდები კამანდა ეხლა ესენი. რომ გადააგდეს ფაქტიურად მოსახლეობა გადა მე დაჟე ეხლა ვიღაცამ კიდე რომ ჩემზე ეჭვი არ შეიტანოს ჩემ გულწრფელობაში. დაუკვირდი ხა კალაძეზე ვარ გაბრაზებული. სანამ წინა საარჩევნო იყო მერიის არჩევნები, თავის კაბინეტიდან გარყვნილი დროშა ევროკავშირის მოხსნა. არც ერთ მის საარჩევნო პროპაგანდა რომ მიდიოდა, თქო წინა საარჩევნო პერიოდში არც ერთხელ არ იყო გარყვნილი დროშა გაკეთებული ევროკავშირის. გათახსირებული დროშა, აი გეების, ლესბების, კაჩიჭამიების დროშა არ ყოფილა რა, აი სუმინდა რომ შეურაცხყოფა მივაყენო მაგ დროშას რა. როგორც კი არჩევნები დამთავრდა, პირველივე სხდომას ბიჭო არ გამოკიდა ისე. ანუ ხალხი გადააგდო. ხალხს მოატყუა, კაცო. ხალხი ამას ხო ხედავს, რომ მე ხო ახლა სოლიდარობის ეთერში ეს გავაპიარე, რომ მალადეც, მალადეც. ყოჩაღმეთ კი გადააგდო. ეს იმისთვის რომ ვიღაცას ჩემ გულწრფელობაში ეჭვი არ შეეპაროს რა. რაც ეხება კიდევ ერთხელ სომხურ თემას. გამოვიდნენ აქ ექსპერტები. ხალხო, დაწნარდით რა. არცად სომხეთი ვერც წავა. არც ერთი თმიზღერი შანსიც არ აქვს. აი ჰიპოთეტურადაც არ აქვს შანსი რაღაცა ეს ევროკავშირები და რაღაც სიგიჟები. უფრო მალე ქვეყანა დაიშლება და გაანადგურდება, ვიდრე მაგი მოხდება, კაცო. და არა რუსებისგან სხვათა შორის. რაღაცა აქ თავზე იხვევენ, რაღაც ხელზე იხვევენ. გამოვიდა რა დღეს მამუკარეშიძეს რუსმენი თუ გუშინდა. რუსეთმა ჭყუა ვერ ისწავლაო, კაცო, ეს პროდუქტებიო, დაასანქცირაო, ისაო, ესაო. ბიჭო, რავიო. და რა, კაი, რო დაასანქცირა, რა უნდა ქნას? ყაზახეთში გაკეთისო. ევროპაში გაიტანსო, ბიჭო. რავი, ახლა დებილები არ ვზივართ, კაცო, ჩვენც უყურებთ ამ ევროპას. იქ რო ფერმერებს აქციები აქვს და ტრაქტორით რომ მიადგებიან და ამ ძღნელს რომ მიაცხავენ ხოლმე მერიას. არ აქვს ეს კადრები ნანახი? იქ თავის ფერმერებს აქვს მთელი პრობლემა, კაცო, გასაჭირი და სუმარ ჭკუაზე ახლა მთელი ევროპა არიქა ხაჩიკჯან. დავაით სავატანემა, ეხა შემოიტანე შენი არაფერი ერთი თვე რუსების ჯინაზე 25 მილიონი გადაურიცხეს ახლა ევროპელებმა და რა უნდა ქნას იმ 25 მილიონით? აი რა უნდა ქნას ამიხსენით ხალხო. ღირს მაგის გაზი ღირს $150 გახდება $600. იქედან ამოიღებს იმას. არა, თვითონ რუსები, კაცო, შენ ეს გინდა, იმა ხო უთხრა წინასწარ ხო არ მოუთხოვებია. თუ მაგზას ირჩევთ, ბიჭო, რავი, ჩემგან არ გეწყინოთ, კაცო.
აბა როგორ, რავი, თქვენ ამ სოდომიტებსაც ბერკეტი აქვს ეკონომიკური, ხო? რავი, რუსეთს ყოველდღე სანქციებენ. მეც გეტყვი, კაცო, მაგ სანქციებზე გამახსენდა. 36 ბრიგადა, დესანტური ბრიგადა დაასანქცირეს. აი, მარაზმი ნახე რა. ევროკავშირმა დაასანქცირა რუსეთის შეიარაღებული ჯარებს 36 ბრიგადა, სადესანტო ბრიგადაა რა. ახლა ფიქრობდი, კაცო. ახლა ზის ეს BTR-ში რა, ეს რუსი და იქიდან ვიღაცა მესეჯი მიწერა, რომ დაგასანქცირესო. აი, ხლები რა მარაზმში არიან ისინიც. ამიტომ იმ პრეტენზიას ნუ უყენებთ რა, რომ ვაიმე რუსებმა დაასანქცირეს. დასანქცირება ისინია. ისინი რო აქ სანქცირებენ იმისთან უნდა. რავი, ირანის სანქციებში ცხოვრობს, რაც თავი მახსოვს, კაცო. რეისი ბერკეტიც აქვს, იმას იყენებენ. როგორც ერთი მხარე, ისე მეორე მხარე. რა არის აქ გაუგებარი და გასაკვირი. მე კიდე გეუბნებით, ესენი რაღაცა ახლა ხო უნდა თქვათ ექსპერტმა რაღაცა ისეთი, რომ ხალხის მაყურებლების ის რაღაცა ახალი თქვას. ძალიან მარტივად არის საქმე. ვერცად ვერ წავა, ვერც ერთი ქვეყანა, ვერც მეორე და ვერც მესამე. ყვირიან, ბღავიან, რავი, ხტუნაობთ ერთ ადგილზე, ჩვენ 34 წელი ვიხტუნავეთ. ეგენი ეხლა იმ გზას გადიან, ვითომ ვერც გავლენ, მაშინ ჩვენ დროს კიდე ევროპა რაღაცას წარმოადგენდა. ეხლა საერთოდ აღარ არის. და ეხლა როცა აღარაფერი აღარ არის, მაშინ დაიწყო სასულხეთმა მაგათკენ მოწვეთილ ევროპაში შეარი. ხო და ამიტომ არაფერი არ მოხდება, კაცო. აი შალიკოს გოჭივით მოჭუმავენ ხა მაგ სასულხეთს, კაცო. თვითონ მივლენ. თვითონ მიჩუნჩუნდებიან კრემლში. სად წავლენ? აი რა უნდა ქნა, ხალხო? გამოდიან რაღაცა სიგიჟებს რო ატყუებენ ამ ხალხს. ახლა იმას გააკეთებენო, ახლა კაზახეთიდან უნდა ის გაზიო, იქ თურქმენეთიო, ბიჭო, რავი ვიქრო, რავი მართლა ისეთი წარმოდგენა აქვს ამ ექსპერტებს ჩვენზე რომ დებილები ვართ. არაფერი არ ვიცით? სისულელებს ლაპარაკობენ კაცო. რავი რაღაცა სიგიჟებს ლაპარაკობენ, რა გადავირიე კაცი რა. მაგრამ არა უშავს, მე მაგი როგორ არის? თანხმოურავებით არიან. აგერ ხო გახსოვს რომ გითხარი კაცო, აგერ გულაშვილის კამანდიდან წინა ღამეს დღეს კაცო, ირანში ომი არ დაიწყებაო. რას ლაპარაკობთ კაცო? ირანში ომი არ იქნებოდა. დაიწყო მეორე დღეს. ის ამერიკელი ეკითხება კაცო იქიდან, ეს გოგო იყო ვიცომ იმ. რატო არ დაიწყე? რა გაძლევთ საფუძვებს მაგას რო ამბობთო. ხო და აგერ ტაკერ კასოლმაო ამერიკის ელჩთანო ისრაელშიო ინტერვიუ ჩამოართვაო. ესე გააკეთე მგომა. მერეო. არა კაცო არ დაიწყებაო. იმ ღამეს ხო დაიწყო ომი. მეორე დილით გამოვიდნენ ეგ ექსპერტები და ახლა ომის პერიპეტიებს იხილავენ. კაცო თითქოს გუშინ მაგათი გარ უთქვიათ რა. შეგონია შეერწყებათ რამე? ამის კულტურა, ექსპერტების კულტურა არ აქვს ამ ქვეყანას, კაცო. დღეს ხო ამას ამბობდნენ, თითქოს არაფერი, კაცო, ხვალ სხვანაირად რო ხდება, ეგ ვითომ მაგას არ უთქვია. ატარებენ რა, გაატარებს, ეგ გუშინ ათქვი, კაცო, და მოჩა, ესო. და ამას გონია რომ ახლა რაღაცა თქვა, არაფერი მაგათ მარიციან, კახა. საერთოდ გარტყმაში არიციან, გარტყმა ახლოსაც არ არიან რა. ანუ ატყვილებენ მოსახლეობას? ეგენი როგორ არის, იცი? ეგენი როგორც ხედავთ, გონიათ რომ ესე იქნება. ამათ აი ესეთი წარმოდგენა უკვე აფხაზეთშიო, აფხაზეთში ახლა ბონტიაო და იგივე ექსპერტი ამბობს რა. მაგარი უკმაყოფილობაო კაცო იქაო რუსებზეო. აუ რას ლაპარაკობო. საიდან იცი მე იქ ეხლა მე ხომ მაქვს იქ კავშირები კაცო. ეხლა დავფიქრდი. კავშირები, აი დაურეკა ვიღაცას იქა რა, ჟორას, პეწიას. ხო არის იქაც გადარეული ვიღაც, იმან ხო უთხრა. ახლა იმან უთხრა ვიღაცამ კიდე. ეს მე კავშირები მაქვს კაცო იქა. ეხლა გვინდა არ გვინდა ამ საქმეში 20 წელია და მაქვს ეხლა იქ ჩემი კავშირები. რა კავშირები გაქვს? დებილი კი არა ვარ და თვალებში მიხატული კი არა მაქვს კაცო. მეც უყურებ მაგათ გვერდებზე რა მაგათ ტელევიზია ჩართული მაქვს. ოპოზიციური ტელევიზია მაგათი მაქვს ჩართული, დარეგისტრირებული ვარ კაცო. მაგას კი მე აი მოსკოვში რო საელჩოა აფხაზეთის ხო გაკეთებ იმათთან კაცო ვისნობი იქ ხალხო რესტორანში შევხედრივარ და დავლაპარაკებულად მამუკას რესტორანში კაცო
ახლოს არ არის ის მსგავსი რაღაც, რასაც ესენი აქ სიგიჟეებს ლაპარაკობენ. სულ სხვა სამყაროა მეთქი, რომელები აი რადიკალურად სხვა სამყაროა და ამ სამყაროში ეხა ჩვენ მოვდივართ. ჩვენ ბრუნდებით. პრინციპში იქ არაფერი არ შეცვლა, ისინი როგორც იყვნენ ტრადიციული სამყაროს წევრები, ეგრევე დარჩნენ. ჩვენ ვიყავით რომ გავარდით ევროპაში გვინდა, იქ გვინდა, ტრანსგენდერია გვინდა, იქ რაღაცა. ხო, მაგრამ ეგზა მე მგონი ჩვენ გავიარეთ. არა, ეგ კი არ გავიარეთ. რაშიც ვიყავით, ეს წყობა დამთავრდა. ახალი თუ არ მოგვიგონეს რამე? არაფერს როგორ მოიგონება, იმიტომ თავის-თავი აქვს გადასარჩენი. უკვე ევროპაში დაფრინავს ის დრონები უკვე, კაცო. რაღა დროს ეგენია. ამიტომ ამბობ, რომ სასონხეთის შემთხვევაში არაფერი ისეთი არ იქნება, კაცო. რაღაცა ზანგეზურიო ხო მოისმინე. ხო, მაგრამ ახლა მაგას ვინ? პირდაპირ, აი ხა სანამ მე და თქვენ ვლაპარაკობთ, 11,000-იანი ჯარი დგას ირანის იქა. ეხლა როგორ ფიქრობთ, ეხლა იქიდან მაგას გააკეთეთ? მე მეორე იმისა. ჩინეთს არ შეგვიძლია. ამერიკის ბიუჯეტი არ ეყოფა მთლიანად მაგას. საიდან? რაღაცა სიდებილეებს ლაპარაკობენ, თანაც ესეთი ჭკვიანის სახეს რომ მიიღებენ. და ესე ტონიაცია. რას ლაპარაკობო? ვიღაცა ლაპარაკობდა ექსპერტებს, ეხლა ძალიან ბევრი ექსპერტებს რას ლაპარაკობენ არ ვიციან. რომ ზანგესურის თემა თუ ანუ გზა თუ გაკეთება, ანუ ჩვენ ჩავეხსნებით. ანუ ტრანზიტის ქვეყანა აღარ ვიქნება. აი ასეთ სისულელეებს როგორ უნდა ლაპარაკობდეს ადამიანი მიყვარს. აჰა, კიდევ ერთხელ გეუბნები. აი როგორ წარმოგიდგენიათ? არაფერს მე არ რაღაც ანალიზს კი არ ვაკეთებ, კაცო. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ან თურქეთმა, ან ბაქომ, ან თეირანმა დაუშვას თავის კარებთან ამერიკული დროშა. აი, სასონხეთის თემას გეუბნები. არ ჭირდებათ, ახლა სასონხეთის გამო არავინ არ აიფეთკავს. ახლა დედას არ დაუშვებენ ამას, არავინ არ დაუშვებს ამას, კაცო. ნუ გიჟობთ, ეგ შეიძლება ადრე რაღაცა ატყუებდით ხალხს, ეხლა ეგ დამთავრდა მეთქი, კაცო. ის ექსპერტებიც, რომლებიც არიან, იმათმა წყალი გაუვიდათ, კაცო, აქა. მაგათი ეგ საექსპერტო საზოგადოება გარეთ ვიც იყო, იმათაც წყალი გაუვიდათ, ხვდები? მე ვიცნობ ბევრს მაგათგან იქიდან, კაცო. თვითონ უკვე ზბიტილიოჩი კროიტყვენ. უკვე აღარავინ აღარ უსვენს მაგათ სიგიჟებს, 30 წელია რაღაცებს რომ ბჟუტულობენ. აბა ახლა ნუ პეტრე მამალაძეს როგორ შეიძლება კაცმა სერიოზულად დაგითქვა. ხო გახსოვს ატომური ბომბა რა აქვს იმას რუსეთსო. თვითონ ის ეპშტეინური ტელევიზია ის შეწუხდა თვითონ ის შეწუხდა კაცო რასაც ეს კაცი რო ლაპარაკობსო. სამყარო. და იქ იმაზე ტელევიზია რო იყო ატომური ბომბიო? ხალხო მაგის კინო გეშინიათო. ეგაო ეგ ცოტა გაპეტიშებული არის, გაპეტიშებული, თორე პირველი ჭისო, პირველიო და მერეო კაცო მაგე არაფერი აღარ არისო, კაკპა მასლუ რა. ამას ლაპარაკობს ექსპერტი. გაბუნია გვარად ეხლა მახსოვს მაგას რა დამავიწყებს კაცო. შალვა კოსტუმში იჯდა ეს გაპარსული ეს იერი რო ქონოდა ექსპერტის ჭკვიანი სახი. ჭკვიანი ექსპერტი. ხო აი ეს სახე უნდა ქონდეს რომ კაცმა რო შეხედოს თქვას რომ ბიჭო აი დაიჯერება ამის. ხო აი გასტუკიანი კაცი ზის და რაღაცა სიმპათიურად ლაპარაკობს. და არა კაცო დიდი ამბავიო რა ერთი აფეთქეს იაძერნი ბომბიო რა მერეო ერთი პირველი შემთხვევა თორე მე რა განარამე ესეთიაო რა გვეშველება ამ ათხელში აი მე ბატა რა გვეშველება ამ ათხელში ეგ მითხარი აი ასეთი კატეგორიის რაზე ხანდახან რაზე მწყის ხოლმე და ამ ჩვენი პრემიერის და ამ ხელისუფლების ესეთი კატეგორიის ექსპერტებს რო დაუჯდები სალაპარაკოდ ესე იგი ჯერ ხომ მაყურებლებს აყენებს შეურაცხყოფას მე ხო ქვეყანას აყენებ დააყენებ შეურაცხყოფას და მე გინდა რომ შენ ეს გამოიყენო არა იმიტომ რომ ხალხში მართალ ტყუილი გაიგოს ხალხმა სად არის ჭეშმარიტება არა კაცო შენ მაგის კი არ იძახი იცი რომ მაგათ ფონზე შენ კაცო ანგელოზი ხარ რატო ნაბადმევი ლაპარაკი და ამას აი ამ ეპშტეინელებს იქ ესე ვთქვა აი გიჟებს პირდაპირ გაგებებს გიჟებს მტენი და მტენი კაცო და ამათ ფონზე შენ გამოდიხარ აი მე რა კარგი ვარ ხო კაი კაცო ერთი ქართველს დაუძახე ქართველ ექსპერტს დაუძახე კაცო და განახებე რა არის ექსპერტობა აი ეს არის კახა იმიტომ რომ მე ხა გადავედი კიდე ბევრ რამეზე ამ სასომხეთის თემაზე არაფერი არ მოხდება კახამოდა ამ ექსპერტებს არ დაუჯეროთ ხალხო ესენი გიჟები არიან მეთქი კაცო სომეხი ჩვენზე ჭკვიანი ხალხი შენ გონი ესენი ვერ მოტვინამენ ეხლა
აგერ განახებთ ერთ თვეში განახებთ რადიკალურად შეცვლის ომებს დასუნხეთ კაცო. აი ეს რომ მივა კრემლის წინ აი ეს აი ბაბადუ მიშველე ბაბადუ აი ეს მივა კაცო საწავლე კაცო. მაგარი დიდი ქვეყნები მოუჭიმიათ და მოჭიმავენ ახლა როგორც საჭიროა კიდე. კიდე რა გვაქვს მანდ? განათლებაზე გვაქვს პატა მარტო ის. რეფორმა რო რეფორმა ეს სხვათა შორის კარგი რეფორმა წამოიწყეს ახლა. მე აი მაშინ შეგეკითხები. უყურე გავიგე ეგ რეფორმა ნახე ახლა ერთ რამე მაინტერესებს. აგერ არის მასალა ბავში. ხო? აი ბავში არის რისთვისაც კეთდება ეს რეფორმა, ხო სწორია? ანუ პლასტინინი გვაქვს ბავში. ახლა გეკითხებით. სანამ პლასტინინს ხელს მოვკიდებთ, აი აქ ჩვენ რას ვაპირებთ? რა გვინდა ამ პლასტინინისგან გამოუძერწოთ? როგორი განათლება გვინდა რომ მივცეთ აი ამ ბავშვს? ისეთი რომლის გზაც მე კემბრიჯის და კოლუმბიის უნივერსიტეტებში გადის, მაშინ რეფორმა არ ჭირდება. ეს გზა, ეს განათლება რაც აგვაქვს, სოდომიტური, ეგ გზა პირდაპირ იქ მიდის. კი ბატონო. აი ევროპაში, რა ქვია, ამერიკაში და პაშალუსლა. თუ შენ ამბიცია გაზარდო ქართულ პატრიოტ და ქართულ ცივილიზაციაში დააბრუნო, აქ მეორე პრობლემაში წინაშე ვდგევართ. აი ჩავიფიქრეთ, რომ გავანებოთ ახლა ამ ჟენევა კონვენციები და ეს რაღაცა შიზოფრენიას და გვინდა რომ ბავშვი ახლა ახალი თაობა გავზარდოთ პატრიოტული, უფრო მეტი საქართველოს ისტორია, რაღაცა მოკლედ ქართულ ტრადიციულ იმებზე გავზარდოთ. ახლა პრობლემა რა დგება, იცით? ვინც ეს ბავშვი უნდა გაზარდოს, კაცო? ის ყავს ფიზიკურად ის მასწავლებლები? ეს რატო იცი? იმ პროფესორ მასწავლებლებში ხომ ის კატეგორია ხალხია მოსული, რომლებსაც მარტო იმიტომ ვიღებდით სასწავლებლებში ვასაქმებდით, რომ მას განათლება ჰქონდა არაქართულ ტრადიციული, არამედ ევროპული და ასე შემდეგ, სოდომიტური. და ეს თაობა უკვე ახლა ჩვენ გვიცით რექტორი, რომელიც არის აი ესე გადმოყრის ძუძუებს. მართლა გეუბნები. ესე ტრიკოს ფეხებს ბალყლებს ანახებს და ესე ეროტიკულ სურათებს იღებს და ასე დღესაც რექტორია. რა თქმა უნდა, თუ ეს ამათ ჯერ მოდი სანამ პლასტელინს რაღაცას გამოვძერწავთ, ვინც რაღაცა უნდა შექმნას იმ პლასტელინისგან, მოდი ჯერ ისინი ვნახოთ ვინები არიან. წამოგანახოთ მწვანე სკოლა. შედიხარ მწვანე სკოლა კარებია, ქართული დროშა და იქვე არის ქართულ დროშაზე ცოტა დიდი დროშა, გარყვნილი ევროკავშირის დროშა. რეფორმა რისთვის ტარდება, მე ვკითხულობ. რა გვინდა ბავშვებისგან გამოვინახოთ? თუ კიდე ერთხელ გეუბნები, თუ კი ჩვენ გვინდა ბავშვები განათლება დავაბრუნოთ ქართულ ცივილიზაციაში, როგორებიც ვიყავით, ახალს არაფერს არ გამოიგონებთ თქვენ, ხო, რა თქმა უნდა, პროგრესთან ჰარმონიაში უნდა მოხვიდე, იმას კი არ გეუბნები და ურმე. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ის, რომ რაც ახლა როგორი განათლებაც აგვაქვს, აი ბავშვები ინგლისურად ლაპარაკობენ, გათხოვილ კაცებს ტაშს უკრავენ და მიტინგებზე გამოდიან ევროკავშირის დროშებით, მაშინ არაფერი სარეფერენდუმო თქვითა, შესაძლოა თქვენ აღარ აგაქვს. კახა, მე ვიცი ერთი რამე. საქართველოში იყო დრო, რომ ერთი წიგნით ერთი წიგნი დადიოდა სოფელში და ბავშვები სწავლობდნენ. 6 კილომეტრს დადიოდნენ ფეხით სახლიდან სხვა სოფელში რომ გადასულიყვნენ, რომ ესწავლათ სკოლა და აი ეს თაობა რატომღაც მე გამოვიდა ისეთი თაობა, რომ კაცობრიობის განვითარებაში არ ვაჭარბებ. კაცობრიობის პროგრესულ განვითარებაში ტექნოლოგიური გინდა, კულტურული, რა ვიცი, მეცნიერული, ხელოვნური იმხელა დიდი სიტყვა აქვს ნათქვამი. აი ამ სკოლაში რომ აი სოფელში რომ ერთი წიგნით ესე რომ დადიოდნენ. მაგრამ ახლა იქ ხوار დავბრუნდებით იმ არა, მე სხვა რამეს ხმს ვამხას.
რეფორმა შენ თუ იმას მეუნები რომ აქ ფეშენ სკოლები, კომპიუტერები, რავი კაცო, შენ მაგას ამიტომ უფრო იცი რატო ისინი რატო გახდნენ იცი ეგეთი გიგანტი და კაცობრიობისთვის ყველაზე ასეთი მეგა მეცნიერები, მეგა მომღერლები და ასე შემდეგ. მასწავლებლები ყავდათ კარგი კაცო. არისტოტელეს აქვს ნათქვამი, არ არსებობს კაცობრიობაში სამი შემთხვევითი პროფესია. პირველი არის მასწავლებელი. არ შეიძლება მასწავლებელი, აი, მინდა მასწავლებელი გამოვიდე. იქიდან თუ არა გაქვს განათლებული შენ, ხო, შენ ვერ გახდები მასწავლებელი, კაცო. მე ამის ხაზის გასმა მინდოდა, როცა მომდირო, იმდენად ძლიერი მასწავლებლები ყავდათ, იმდენად ქართველი მასწავლებლები ყავდათ, რომ იმათი გაზრდილი ბავშვები, კი, გეთანხმები ბატონო პატა, მაგაში მართლა გეთანხმები. გიგანტები გამოდიოდნენ. დღეს ხო გაქვთ, ახლა უკვე, ახლა დღეს ხო გაქვთ, აგერ ბავშვებმა ხო დაამთავრეს რაღაცა ევროპაში, იმერში. პასტის დონემდე რამე გამოიგონეთ. კალმის დონემდე მაინც რამე გამოიგონეთ ხალხო. ან ხელოვნებაში, ან მუსიკაში, ან რამე გააკეთეთ ევროპული განათლებულო ხალხო. ამიტომ ჯერ რა გვინდა, რა მასალა გვინდა. აი, ამ მასალისგან, ესე უხეშად ვამბობ რა, ბავშვებისგან რა გვინდა რომ გამოვიდეს. თუ ის გვინდა რომ მე მაგათმა სწავლა გააგრძელონ იქ სოდომიტურ სამყაროში, მაშინ არაფერი ამას შეცვლა არ ჭირდება. ძალიან კარგად მიდია. და იმიტომაც მივგდის მე კარგად საქმე დემოგრაფიულად რა, სხვათა შორის. ყველაფრის შედეგი არის ეგ. ავტორიტეტები მოკვდა მაგით. მოისპო ქვეყანაში. აი მაგ განათლებამ ავტორიტეტები გააბაგზა, გააუბრალოვა. ნუ ახლა განათლებაზე 30 წელი ვსაუბრობთ, ბატონო პატა და ეს 30 წელი არის მართლა პრობლემა განათლებაში. დღემდე არის პრობლემა. მე ვთქვი ეს პრობლემა რაც არის. აქ ერთი პრობლემაა, რომელიც ამ პრობლემას მე ვფიქრობ სხვა გზა უფრო უნდა, იმიტომ რომ ეროვნული კი ბატონო გეთანხმები, ეროვნული პედაგოგები უნდა სუფთა ქართველი პედაგოგები, რომელიც აზროვნებენ ქართულად და მაგრამ ამდენ პედაგოგებს ახლა ამხელა 3 მილიონიან ქვეყანაში ამდენ პედაგოგებს, რომელიც აზროვნებენ, ახლა მოდი ეს ვინები არიან იქ რუსთაველზე? ვინები არიან რუსთაველზე? კახა ერთადერთი რის იმედიც გვაქვს? ნახევარზე მეტი პედაგოგები რუსთაველზე არიან, პატა. გავიგე, ამიტომ კახა უყურე ეგ პრობლემა რაც შენა თქვი. ეგ პრობლემა უნდა იყოს თავის თავზე და დიდი როლი უნდა შეასრულოს საპატრიარქომ. საპატრიარქოს ხო აქვს სასწავლებლები? კი, როგორ არა. აი, იქ ხომ რატო რავის ნაკლებ განათლებას აძლევენ ბავშვებს? ამიტომ თუ შევიტანთ აი ამაზე საპატრიარქო იზრუნებს რომ თავის მრევლში იციან იქ ვინები არიან პედაგოგები, მრევლი, მზიარებლები, ხო და ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს. იმიტომ რომ ის პედაგოგები, რომლებიც დღეს არიან წყნარა თავისთვის, ყავს, შეიძლება ყავს ჩვენ არ ვიცით. არა, ნუ ყავს, მაგრამ ეხლა მაშინ მიშა სააკაშვილის დროს ბევრი პედაგოგი მოხსნეს და ხო ჩარეცხეს თავიანთი მოიყვანეს და დანიშნეს პედაგოგებთან რომ რაც ჰქონდათ დავალება ის ესწავლებიათ ბავშვებს. რა თქმა უნდა, შედეგიც აგერა. ხო და შეასრულეს კარგად მოდი ვთქვათ. კი, პირველი ხო ხედავ რაც დაარტყეს. პირველი მაგ სამყარო როგორც კი აქ ვირუსი შემოვიდა ეგა ევროპული ვირუსი, სოდომიტური. აი ტრანსგენდერული ვირუსი რაც შემოვიდა, პირველი რაც დაარტყეს განათლებას. ხო, აი განათლება. იმას, კახა მე და შენ მაგინი ვეღარ გადაგვაკეთებენ. ხო, მაგრამ განათლებას თუ მოკლავდნენ ავტომატურად თავის შუაზე ყავდათ გადაყვანილი მთელი ახალგაზრდა. კი არ მოკლავდნენ, თავისნაირები უნდა გაეზარდათ. და გაზარდეს რამოდენიმე რა, ანუ ცოტა მეტიც გაზარდეს. ხო, სადღაც გამოუვიდათ. კი, გამოუვიდათ. სადღაც რაღაცა გამოუვიდათ, უბრალოდ ფაქტი ის არის, რომ ეგრე დამთავრდნენ რა იქა. და ეს ბავშვები არიან ხა ძალიან დიდ გაუგებრობაში უკვე ეს დამთავრებული ესეთი ახლა მალე მოვა ის დრო რომ ვიღაცა რო იტყვის რომ ადრე ხო იცი სივს რო ავსებდნენ დამთავრებული და ესე ხას გასმით უნდა დაეწერა ამერიკის რაღაცა ვაშინგტონის რაღაცა ის აი ეს გამოკვეთილად რომ ანუ დონევარო ის დრო მოვა ამას თვითონ დამალავე მალე ბატონო პატა ჩვენ დასასრულსკენ წავედით. რამე გარბის არა დრო კაცო. მართლა მალე გარბის დრო და მოდი ბოლო კითხვაზე გადავიდეთ. ანუ ბოლო კითხვა როგორ მინდა ახლა ჩვენ
განათლებაზე ვისაუბრეთ სასომხეთის და მის არჩევნებზე და ჩინეთზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ დღეს რა პოზიციაზე ვდგავართ და რა გზაზე ვდგავართ, როგორ შეიძლება ჩვენ მართლა ვქონდეს ქოლგა დაცული უსაფრთხოების მიზნით. Აი როგორ შეიძლება, აი თქვენ კარგად ახსენეთ ჩინეთთან დამოკიდებულება, როცა ეს მართლა კარგი გაკეთა და თუ ამ სტრატეგიას ესენი მიყვნენ, მართლა კარგად გამოვუვათ ყველაფერი და ქართველი ხალხიც ტაშის დაუკრავს, კი ბატონო. მაგრამ თუ ვერ გადავუხვევენ უკვე, იმიტომ რომ მე უკვე სასწორზე ისეთ რამე დევს, რომ ძალიან დიდი რამეს რისკავენ, მაგრამ ერთი ხარვეზია აქ მაგას, რომ ეს ხაინდრავას მოусმინე რა ბიჭები მიგდები ხოლმე ტერმა მოусმინო მაგას კაცო. ბიჭო არ ეშვება ეს კაცი რუსოფობიურ განცხადებებს რა. აი არ ეშვება და მორჩა რა. ხო და რავი მე მგონი მოუწოდებ კიდევ ერთხელ ხელისუფლებას რომ ცოტა აღვირი ამოს. აი კიდევ ურევს რა ქვეყანას რა. აი პროსტო შეგნებულად ურევს რა. ჯარი გაიყვანოს, ის გაიყვანოს, აი დედი შენის არ გინდა, ჯარი არა კვატი გაიყვანოს. გაიყვანს და მე შენ მიშველი? მე ხაინდრავა მიშველის? და ცოტა ურევენ გეუნები რა. ეს გულაშვილიც და ხო არა კაცო, რუსეთთან სტრატეგიული ბიჭო. რავი მე მაგის მე კარგად მიდიხართ და კარგად ხინკავს ამოერწყავთ რუსული ფქვილით გაკეთებულთ კაცო. კარგად ტენით მე ტელეფონებს და კარგად დენით კაცო. ეგ გვინდაო კაცო. ეგ კი ბატონო. ანუ ჭამა კლაპოა ღორები რა, აი ღორები, ხო იცი რა, ეს სვინიაბლიად რა როიტყვე. აი ეს ღორები, ეგაო ჭამა კლაპოა და გულავმა გვინდაო, მაგრამ სტრატეგიული არაო. ჯერ მაგათ ვინ კითხავთ? ან როდისმე რამე ვინმე ეკითხებოდა? ხო? რა სისულელია კაცო. ფულისტები არიან ტიპები, ახლა 1 მილიონი გადაურწყა ხელისუფლება. ხო, რატო ნამადრელი ლაპარაკი? და ეს რუსოფობები არიან, გაქანება არ ეშვება რა ეს ტიპი რა. ეგ მამაცაღლი რა. ხო და რატო გადაურიცხა მაშინ 1 მილიონი ხო რაღაცა რავი რეჟისორი, რა რეჟისორი რაც აპიარა ეს ვიზა ლიბერალიზაციაზე ის ხო დაარჭ, ირანს ვენაცვალე, ხო ჩააკმედინა ხმა კაცო. ხო ეხლა რატო ხმას რატო არიღებენ კაცო? ეხლა უცბად გახდნენ ანტიამერიკელები. ეხლა ანტიევროპელები, რავი ამო კადრები მაქვს მე მაგისი. გოგა ხაინდრავას სიტყვებია, გოგა ხაინდრავასი საქართველო რო გადარჩაო ფიზიკურათო. ამერიკელები მოგადაგვარჩინესო. 90-იანებში. წარმოგიდგენთ რა დებილია. დაუნი. შეიძლება დაბერდა და დაშტერდა, კი ნახო რაღაცა ვთქვი. ტიპს ამ ქვეყანაზე ერთი აგური არ აქვს, და ცხოვრება ისე გაიარა. ქართული კაცის სიცხლის მეტი მაგას არაფერ არ გაუკეთებია, კახა დამიჯერეთ რა. ჩემთან ერთად გაიარა მაგაზე ხო მაგის ასაკისა ვარ რა ცოტა მეტი სულ ესე იგი სისხლი დარბევა ჭხუბი ომი რაღაცა ნარკოტიკი რაღაცა სიგიჟეები რატო ბლე ცუკა მაინც კარგად აი მაინც ესეთგანა რა ცოტა ზედმეტი ხარ მოგვივიდა ახლა ჩვენ არაფერი ზედმეტი არ მომივიდა კაცო მაგეთი ყველა რუსოფობი არის ამ ქვეყნის მტერიმეტი ყველა ჩინური ფობები ვისაც აჭირს ბელარუსია ანუ ვისაც ტრადიციული ფობები ჭირთ ქვეყანა აი ტრადიციულ სამყაროსთან ხო ეგ ნერვს ხოლმე გარეწებს სოდომიტები არიან ჩვეულებრივი ეპშტეინელები არიან კაცო ჩვეულებრივი ეპშტეინელები არიან რა вот так командир ладно დავემშვიდობოთ მაინც არ ვიტყვი ყველაფერი კარგად იქნება ყველა მელოდები აი ამან თქვას და всё მე არ ვაფის არ მოგო მე რაღაცა ესე მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება ხო აი არ დაუჯეროთ მაგრამ აი ეს ამბობ კარგად ბრძანდებოდეთ პატრიციუმლო ტელემაყურებლებო მე მგონი ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი და რაღაც გადავედით იქ სადაც არ უნდა გადავსულიყავი და წითელხა შეიძლება გადავთით მაგრამ ბატონი პატა საუბრობს მე საენა არ ვიცი არა ყველა რუსოფობს ესე ველაპარაკები სიმართლეს საუბრობს და ეს არ საუბრობს ჰაერდან მოტანილ სიტყვებს წარმატებები უსურვოთ ჩვენ მაყურებლებს და ჩვენ მაყურებლებს კი ბატონო წარმატებები ბაკ
ხანჯალს ელდაეცეს გაისარჯოს და ბრძოლებში დაიხარჯოს გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს ჯერ ხომ სისხლი გვიდუღს ზარხში ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია ჯერ ხომ ცხეთის სვეტი ცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია ფიცხელომში რომ ღეროდა მაჩაბელი დაუკარით ძველებული დარდიანი დაუკარით არწივების ასაფრენი ცხრაჯერ გულში დრის ჩინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინე დავიღლები საქართველოს სიყვარულში სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინე